საღამშვიდობისა მეგობრებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. იმედია ყველანი კარგად გრძნობთ თავს. ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც აქტიურობთ ჩემს გვერდზე. მიწერთ კომენტარებს, გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი. ისეც არ გაქვთ გამოწერილი, გთხოვთ რომ გამოიწეროთ, რომ უფრო მეტად რეზონირდეს თქვენზე, მოხდეს ენერგიების გაცვლა ჩვენს შორის. დღევანდელი გაშლა მინდა დავიწყო თემით სექსუალურობა, რომელზეც პატარა კომენტარი გავაკეთე ჩემი Facebook-ის გვერდზეც და ძალიან მინდა YouTube-ის არხზეც ვისაუბრო ამ თემაზე. სექსუალურობა, რომელიც ადამიანებს ესმით ძალიან სხვანაირად, ძალიან ზედაპირულად, ძალიან ბევრი მამაკაცები განსაკუთრებით და სხვათა შორის ქალბატონებიც სექსუალურად აღიქვამენ ადამიანს, რომელიც არის ფიზიკურად მიმზიდველი, ქალების შემთხვევაში ლამაზი სხეულით, ლამაზი სახით, კარგი ჩაცმით. ზოგიერთი მამაკაცი სექსუალურ ქალად აღიქვავს ქალს, რომელსაც მაინც და მაინც ან მოკლე კაბა აცვია, ან ღრმა დეკოლტე და წითელი პომადა და ასე შემდეგ. ღრმად შეხსნილი და უჩანს რაღაცა, მხოლოდ ესეთი გარეგნობის ქალბატონებს აღიქვამენ სექსუალურად და ქალბატონებიც ასევე პირიქით უფრო მეტად დაკუნთულ და სპორტული აღნაგობის მამაკაცებს აღიქვამენ სექსუალურად. არ ვიცი, თქვენც გამიკეთეთ კომენტარი ამასთან დაკავშირებით, რას ფიქრობთ ამ თემაზე, ანუ როგორ მამაკაც ან ქალბატონს აღიქვავთ სექსუალურად თქვენ და თქვენთვის რას ნიშნავს ეს სიტყვა. მე ჩემსას გეტყვით. ყველაზე სექსუალური ადამიანი არის ადამიანი, რომელსაც აქვს შინაგანი სიძლიერე, თავდაჯერებულობა. ადამიანი, რომელიც არის ნამდვილი, არ მალავს თავის ნამდვილ სახეს, არ აქვს რაღაცა ნიღბები, არ თამაშობს, მიღებული ყავს თავისი თავი ისეთი, როგორიც არის და ამის გამო არ კომპლექსდება, იღებს თავის ნაკლებს, არ მალავს თავის ნაკლებს, არ კომპლექსდება ამის გამო და ამის გამო არ უჭირს სხვა ადამიანებთან კონტაქტი. ანუ ერთ სიტყვით რო ვთქვათ, არ არის კომპლექსების ბუკეტი და ადამიანი, რომელიც არის კომპლექსებით სავსე, ის ყოველთვის მალავს საკუთარ თავს და აჩენს ისეთად, როგორც რეალურად არ არის საერთოდ. აბა თუ დამეთანხმებით ამ საკითხში, დამიწერეთ კომენტარებში, თქვენთვის როგორია სექსუალური ადამიანი, მიმზიდველი სექსუალური ადამიანი, როგორია თქვენთვის. ჩემთვის ესეთია ადამიანი, რომელიც არის ნამდვილი, არ თამაშობს და არ მალავს თავის თავს. უყვარს თავის თავი, მიღებული ყავს ისეთი, როგორც არის. ან მე ხა ჩემი გადმოსახედიდან კაცებზე ვიძახი, ხო? მამაკაცებზე. მამაკაცი, რომელიც არ არის კომპლექსიანი, ასე ვთქვათ. მამაკაცი, რომელიც არის საკმაოდ თავდაჯერებული, უყვარს თავისი თავი, აღიარებს თავის მინუსებსაც, პლუსებსაც. ესეთი ადამიანი არის ჩემთვის მიმზიდველი, სექსუალური და არა მხოლოდ ის რაღაც დაკუნთული სხეული, რომლის თავშიც არანაირი არც ჭკუა, არც ინტელექტი, პირს გააღებს და გული წაგიბა ისეთ სიტყვების რახარუხს დაიწყებს. ხო, აი.
ეს იყო რის თქმაც მინდოდა და გამიზიარეთ თქვენი შეხედულობებით სექსუალურობასთან დაკავშირებით. ძალიან მაინტერესებს. დავიწყოთ ჩვენი გაშლა დღევანდელი, როგორც ყოველთვის ამ ბოლოს ხშირად უბრალოდ უკვე აღარ ვიცი რა საკითხზე გავშალო, არ მინდა რა თქმა უნდა იყოს ერთი და იგივე. და თქვენც დამიწერეთ ხოლმე კომენტარებში რა საკითხზე გინდათ გავშალო, ხო? ამიტომ დღეს დავიწყებ თქვენი ენერგიებით. ვინც ახლა მიყურებთ, აი ამ ვიდეოს ვინც უყურებთ, რა ენერგიებში ხართ? და მივყვეთ ნელ-ნელა. კითხვებიც თავისით მოვა. ვინც ახლა აი ამ ვიდეოს უყურებს, რა ენერგიებში ხართ? ამ გადმოსახედიდან რა ენერგიებში იმყოფებით? ოჰო. ამ მარტო შემოტარო ისე მოლაპარაკება ზოგჯერ შესავალს რომ გავაკეთებ ხოლმე, იმ შესავალის გაგრძელება მოყვება ჩემს გაშლებს შემდეგში. მოკლედ, რა ენერგიებში ხართ ახლა? ვიტყოდი, რომ აი უმაგრეს საოცარი ენერგიების პატრონები მიყურებთ ახლა. ქალბატონები ზე მიმზიდველობით, სექსუალურობით. აი ზუსტად პენტაკლების დედოფალი ასახავს იმ სექსუალურობას, რაც წეგან ჩამოვაყალიბე. თავდაჯერებული შინაგანი ენერგიებით, რომელსაც კერკეტავს შიგნით ასხივებს პირიქით, ძლიერი შინაგანი სიძლიერე აქვს და ვიტყოდი რომ კარიერულადაც საკმაოდ წარმატებული პიროვნება შეიძლება იყოთ, მაგრამ ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. ზოდიაქოც თუ დაემთხვა, პირდაპირ თქვენზეა, მაშინ ეს გაშლა. ცეცხლის სტიქის წარმომადგენელი ქალბატონები, ვერძი, ლომი, მშვილდოსანი. ქალი, რომელიც აზანზარებს გარშემო თავის ცხოვრებას, მის გარშემო მომხდარ მოვლენებს, რაც ხდება, თავის ხელში აქვს აღებული გადაწყვეტილებები, მის მაგივრად არავინ არ იღებს მის ცხოვრებაში გადაწყვეტილებას, შინაგანად თავისუფალი პიროვნება. ქალი ბრძენი, საკმაოდ სხვათა შორის ჭკვიანი. ვიტყოდი იმას ახლა, რომ ამ წუთას ხართ ისეთ ენერგიებში, ვიღაცები საკმაოდ ისეთი კარგ სიტუაციაში შეიძლება მეგობრების წრეში ერთობით გამოხატავთ დადებით ემოციებს ერთმანეთის მიმართ და ასევე ამოვიდა პენტაკლების ცხრიანი. სრული არ ვიცი, რა ვთქვა, სისავსე. ფინანსური იქნება ეს, შინაგანი რესურსებით, აი სავსედ გრძნობთ თავს, აი ესეთ ენერგიებში ხართ ახლა. ძალიან საინტერესოა მეგობრებო, ძალიან მომწონს ასეთი ქალბატონები რომ მიყურებთ. და ასევე ვიტყოდი იმას, რომ წინა პირობა ამ ყველაფრის არის ის, რომ ხართ განდეგილობაში, ვერ ვიტყვი რომ წყვილში ხართ, განდეგილობაში, ასე ვთქვათ, მარტოობაში სულიერად გაიზარდეთ. და აქედან გამომდინარე ახლა ამიტომ გრძნობთ თავს აი ასე კარგად. თუმცა თქვენს რეალობაში მოდის რაღაცა კარგი ამბები ასევე. მოდი ვნახოთ აბა.
ასევე შეიძლება ზოგიერთები საკმაოდ ისეთ გადაადგილდებით, ხო, არ ვიცი, ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე. მაგრამ ყველაზე რეზონირდება ის, რომ რაღაცა ახალი ამბები მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში. მოდი ვნახოთ, რას ეხება ეს ახალი ამბები და საკმაოდ ისე სწრაფად. რა ახალი ამბები მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში? მალე მოდი ვნახოთ. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რა ახალი ამბები მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში? ეს ჩემი ანგელოზი, ცოტა მივწიოთ. და როგორ ანათებს? ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რა ახალი ამბები მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში? ოჰო, საინტერესოა. ვაუ, მეგობრებო, ძალიან მაგარია, არ ვიცი. უკვე მომწონს ეს გაშლა. აი, მინდა გაჩვენოთ ეს ფონი თქვენი. აი, წაღანაც ხო გითხარით სულიერად განვითარდით მეთქი რაღაცა მაღალ ლეველზე ახვედით სულიერად, ხო? და ვიტყოდი იმას, რომ თქვენ, ვინც ახლა ამას მიყურებთ, უდიდესი მიჯაჭვულობა გქონდათ რაღაცების ვიღაცის მიმართ ან რაღაცის მიმართ, რაღაც სიტუაციების მიმართ, ხო? ყველასთან სხვადასხვა სიტუაცია არის და ამის გამო შეხედეთ როგორ იყავით მეგობრებო. უშანსოდ. მე ვფიქრობ, უფრო ეს ეხება ურთიერთობებს. გატრიალებული, ანუ შეიძლება ვიღაცასთან რეზონირდეს ისე, რომ რაღაცა სიტუაციაზე იყავით მიჯაჭვული, გაურკვეველ მდგომარეობაში, დისბალანსში, თასების მეფეც ამობრძანდა ამ ადამიანის გამო იყავით ასეთ სიტუაციაში, თქვენ, ანუ ეს პიროვნება თქვენთვის იყო თითქოს აი ხო, კარმული, როგორ იცი, აი თითქოს აუცილებელი იყო ეს პიროვნება თქვენს ცხოვრებაში, რომ თქვენ ახლა როგორც ხართ რა ენერგიებშიც, აი ამ ენერგიებამდე მისულიყავით, ამ მდგომარეობამდე მისულიყავით მეგობრებო და შეიძლება თუ ახლა ვინმე ბრაზდებით ამ პიროვნებაზე და ნანობთ რატო გამოჩნდა ეს პიროვნება თქვენს ცხოვრებაში, პირიქით არინანოთ, მადლობა უთხარით სამყაროს, ღმერთს და ამ ადამიანს უთხარით მადლობა თქვენს გულში, რომ იყო თქვენს ცხოვრებაში, რადგან შეიძლება ეხა როგორ ენერგიებშიც ხართ, ვერ მისულიყავით იქამდე. და იმ წარმატებამდე ეხლა რა სიტუაციებიც გაქვთ, მოგეთ ვისთან როგორ ხდება, ხო, არ ვიცი. და რა სულიერი მდგომარეობაც გაქვთ, ვერ მისულიყავით აი ამ ადამიანის გარეშე ამ მდგომარეობამდე. მან მოახდინა უდიდესი ტრანსფორმაცია მისმა ესეთ არაადამიანურმა, არაკაცულმა საქციელებმა მოახდინა თქვენს ცხოვრებაში დიდი გადატრიალება. რა თქმა უნდა, თავიდან წახვედით ამ ურთიერთობიდან, ან ისწავლბრძანდა, უშანსოდ გრძნობდით თავს და ღამის უძილობები, დეპრესიები და ერთი ამბები გქონდათ და უდიდესი ემოციური, სექსუალური მიჯაჭვულობები ამ ადამიანთან და საშინელი ეშმაკისეული ფიქრები გტანჯავდათ მთელი ღამეები მეგობრებო. ამას ნუ დაარქვევთ ადამიანის მონატრებას. ეს არ არის მონატრება ადამიანის და არც სიყვარული მით უმეტეს. ეს არის შეპყრობილი ადამიანის პოზიცია, ანუ ეშმაკით შეპყრობილი ადამიანის პოზიცია. და თქვენ თქვენც იყავით აი ამ მდგომარეობაში, აი ამ რთულ, სულიერად რთულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ეს არის პირდაპირ სულის ნგრევა. რაც რა თქმა უნდა შემდეგ ჩვენს რეალობაში და ჩვენს ქმედებებშიც აისახება, მაგრამ პირდაპირ მნიშვნელობით ეს არის აი შეპყრობილი ადამიანი, ეშმაკით შეპყრობილი ადამიანი, რომელიც ტანჯავს ადამიანს საშინელი ფიქრებით,
დეპრესიებით, უიმედობით, ყველაფერი ნეგატივი, ყველანაირი ნეგატივით რა, ან თუ რამე არსებობს. და მე ჩვენ რა თქმა უნდა ამ რასაც ვერ ვხედავთ, იმისი არ ვჯერა, ხო, რეალურად და რასაც ვხედავთ, ვაბრალოთ ყველაფერს იმას. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფერს ვაბრალოთ პიროვნებას, რომელიც მოგვექცა ასე. ნუ, რა თქმა უნდა, იმის დანაშაულიც არის, მაგრამ ყურეთ, მას მეტი შეგნება არ აქვს. სხვანაირად არ შეუძლია, მეგობრებო. თქვენ თუ გონიათ ახლა სხვა ქალს სხვანაირად მოექცება ეს პიროვნება, ძალიან ცდებით. მეტნაკლებად. თუმცა ადამიანი, კაცი, რომელიც ერთს ექცება ასე, ის სხვებსაც ესე მოექცება. თუ ცოლი ეყოლება, არც ცოლთან იქნება მთლად დალაგებული, იმიტომ რომ თვითონ არის ეს პიროვნება ესეთი შეპყრობილი. ჯანსაღი პიროვნება არავის მოექცება ისე, რომ გაანადგუროს ის ადამიანი, ხო? თქვენ აქ გიყურებთ, რომ ძალიან ცუდად გრძნობდით თავს და თქვენ იმხელა სიძლიერე გამოიჩინეთ და იმხელა ძალა იპოვეთ საკუთარ თავში, რომ ეს ციკლი დაასრულოთ თქვენს ცხოვრებაში. და აი ახლა ხართ ესეთი კვერთხების დედოფლის პოზიციაში. დაუმარცხებელი, აი ჩვეულებრივად დაუმარცხებელი ქალი რა, სუპერ. თქვენ აი ამ მდგომარეობიდან, რომლიდან გამოსვლაც უდიდესი, აი როგორ ვთქვა, რა სიტყვა შეუფერო ამ ყველაფერს, აი ურთულესია, ხო, აი სხვანაირად როგორ ვთქვა. სულის გადარჩენა არის ყველაზე რთული ადამიანისთვის და თქვენ ეს მოახერხეთ, მეგობრებო. თუმცა მოახერხეთ იმის ხარჯზე, რომ შეიცვალეთ. ოღონდ ეს შეცვლა არ მოხდა უარყოფითისკენ და აი ეს არის თქვენი პლუსი, მეგობრებო. ბევრი იცვლება, ბევრი ადამიანი იცვლება ამ ყველაფრის შემდეგ, მაგრამ ბოროტდება და იმ ადამიანზე უარესი ხდება, ვინც იყო მის ცხოვრებაში რეალურად და თქვენ პირიქით, თქვენი თავის საუკეთესო ვერსია ხდებით. ხართ და უკვე თან ვითარდებით ნელ-ნელა უფრო მეტად. და ხო, ბევრი აღარ გავაგრძელო. აი ეს ციკლი დასრულდა თქვენს ცხოვრებაში და ბრავო, გილოცავთ. მოსალოცი ამბავია ნამდვილად, იმიტომ რომ ეს არის ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე რთული გზა, ურთულესი. და თქვენ ეს გადალახეთ. თქვენ თქვენი თავის საუკეთესო ვერსია იპოვეთ, განვითარდით და უკეთესი გახდით, ვიდრე იყავით. და ვერ დაგამარცხათ აი ამ ეშმაკმა, მოკლედ ერთ სიტყვით რო ვთქვა. და ახლა რა ვეკითხეთ, რამდენი ვილაპარაკე ღმერთო, იმიტომ რომ ისეთი ინფორმაციები წამოვიდა, უნდა მეთქვა აუცილებლად. რასაც სიამოვნო სიახლე მოდის თქვენს ცხოვრებაში, მეგობრებო. აი ამის შემდეგ, აი ამდენი ტანჯვის შემდეგ, თქვენ რაც დაიმსახურეთ, მიიღებთ იმას, მეგობრებო. იმიტომ რომ თქვენში, როგორც აი ესეთი კვერთხების დედოფალი ცხოვრობს, ასევე ცხოვრობს ქალი, რომელიც იმსახურებს, სიყვარულს ყველა იმსახურებს, რა თქმა უნდა, მაგრამ აი როგორ ვთქვა, რომელიც არის უფრო ემოციური. ასევე კვერთხების დედოფალი ხომ ხართ, ესეთი თავდაჯერებული, დამოუკიდებელი, თავისუფალი ქალი. ასევე თქვენში ცოცხლობს, ცხოვრობს ქალი დედოფლივი ფიგურა. ქალი, რომელსაც შეუძლია ჯანსაღი, ჯანმრთელი ურთიერთობები, სტაბილური ურთიერთობები. ქალს, რომელსაც შეუძლია ზრუნვა, ემოციურია, შეუძლია გასცეს ეს ემოცია და იზრუნოს სხვაზე. და აი ეს მოდის თქვენს ცხოვრებაში, სტაბილურობა და სიყვარული, მეგობრებო. აი არ ვიცი. ძალიან საოცარი გაშლა. მეც კი დადებითად განვეწყო რაღაცნაირად, აი ძალიან ემოციურია. სიყვარული მოდის, მეგობრებო, იცით როგორი? სადაც აი ავსებთ ერთმანეთს
და ეს არის ხო დამეთანხმებით ურთიერთობაში ძალიან მთავარი, რომ ეს მიიღება გაცემის ბალანსი იყოს ხო, დარეგულირებული, დაბალანსებული და არ იყოს ის მომენტი, რომ აი მეც გავცემ შენ ნაკლებს და ამბა რაღაც ნერვიულობდე იმაზე, რომ აი ეხლა მე ამას უფრო მეც ვუკეთებ და იმან დამიკიდა, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში და ის არაფერს არ აკეთებს სამაგისოდ და თქვენ უკვე ისწავლეთ საკუთარი თავის ფასი, მეგობრებო და იცით როგორ წარმართოთ ურთიერთობები. აი ეს მომდის ახლა და იგივე შეცდომებს აღარ დაუშვებთ ურთიერთობებში, რაც მანამდე აი იქ დაუშვით იმ ურთიერთობაში, რამაც აი ამ დონემდე მიგიყვანათ, რამაც ძალიან დიდი სულის ტკივილი გამოიწვია თქვენში. და ახლა გადაწყვეტილი გაქვთ, რომ იყოთ ისეთ ურთიერთობაში, სადაც იქნებით ქალი, რომელიც უყვართ. არც. აი ეს შემოდის თქვენს ცხოვრებაში, მეგობრებო, სიყვარული, სტაბილურობა, ურთიერთკავშირი, ერთად ყოფნა შემოდის, მოკლედ, აი ეს არის ეს მომენტია და ერთად ბედნიერად ყოფნა შემოდის თქვენს ცხოვრებაში. ვიღაცა ადამიანი შემოვა თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად, რომელიც შემოგთავაზებთ აი ამ ყველაფერს, რომლისთვისაც იქნებით სიყვარული, ქალი, რომელიც ეყვარება და ქალი, რომლისთვისაც არაფერს დაიშურებს და ქალი, რომელსაც მისცემს სიყვარულს, სტაბილურობას. აი ეს შემოდის თქვენს ცხოვრებაში. კარგი. გავაგრძელოთ. კიდევ რა მოდის თქვენს ცხოვრებაში? საოცარი რაღაც, საოცარ პერიოდი გელოდებათ, მეგობრებო. კიდევ რა მოდის თქვენს ცხოვრებაში? ვინც აი ახლა ამ ვიდეოს უყურებთ? ძალიან მალე რა შემოდის თქვენს ცხოვრებაში? აიმე. გაცრავთ. ხელი გავკარი. ასწორებთ წოთ. რა შემოდის ძალიან მალე თქვენს ცხოვრებაში? რაღაცა ვიტყოდი იმას, რომ ერთი წუთი უყურეთ, რაღაცა ახალი დასაწყისი, რასაც ძალიან დიდხანს ელოდით, რისი იმედიც გქონდათ, არ ვიცი ვისთან როგორ რეზონირდება ვიღაცასთან, შეიძლება იყოს ურთიერთობა, ვიღაცასთან რაიმე საქმის გამოსვლა, ხო? ან ადამიანი თვითონ ვიღაცის ადამიანი იყო შორს წასული და გზაზე იყო და დიდხანს ელოდებოდით და გქონდათ რწმენა და იმედი, რომ მოვიდოდა ეს პიროვნება, აი რაღაცა ცოტა გაურებულიც იყავით, შეიძლება ეჭვიც გეპარებოდათ რაღაცეებში. აი ამ შემთხვევაშიც ახალი დასაწყისი, შეიძლება ვიღაცასთან პიროვნება, ვიღაცასთან საერთოდ ახალი ამბავი, რაც მოგიტანთ ისეთ ჰარმონიულ სიტუაციას, ძალიან დაბალანსებულს, ვიღაცასთან შემოდის ის პერიოდი, აი როგორც წეღანა უღვნიშნე, სრულდება ნგრევები, მეგობრებო, აი ნგრევები, ყურე, ესეთი უშანსობის აი როგორ გითხრათ, თითქოს შეიძლება შემოვიდეს პიროვნება თქვენს ცხოვრებაში, აი როგორ რეზონირდება, იცით, გეტყვით. შეიძლება გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში ის პიროვნება, ვის გამოც ესეთ სიტუაციებში იყავით, ცუდ სიტუაციებში და შემოგთავაზოთ შანსი კიდევ რაღაცა, ოღონდ ეს შანსი ისეთი, რა თქმა უნდა, არანაირი პაჟური, არანაირი განსხვავება არ იქნება იმ ძველისგან და
თქვენ ამ ყველაფერს დაანგრევთ, მეგობრებო. ცოტა საკუთარ თავთან ბრძოლები მაინც გექნებათ, ვიტყვი ამას, მაგრამ თქვენ აერჩევთ თქვენ სტაბილურობას. უკვე თითქოს აი წინათ გრძნობა გაქვთ განვითარებული და გეცოდინებათ, რომ აი ამის შემდეგ, იმის შემდეგ, რაც მან გაგიკეთათ, რას უნდა მოელოდეთ მისგან კარგს და მით უმეტეს ნათლად დაინახავთ, რითი მოდის ეს პიროვნება. ხო, არაფერი განსხვავებული შემოთავაზება არ იქნება და აი აბსოლუტურად დაინგრევა. ბოლომდე ჩამოინგრევა თქვენ შორის თქვენი კოშკი, მოკლედ. თქვენი და ამ ადამიანის კოშკი. შეიძლება რაღაცა მას გონია, რომ კიდევ არის აი რაიმე შანსი დარჩენილი თქვენთან, მაგრამ არანაირი, მეგობრებო. აი აბსოლუტურად დაასრულეთ ეს უყურეთ სამყაროს არკანი. შეიძლება უბრალოდ კონტაქტი იყოს მესიჯის სახით და მესიჯით შემოგთავაზოთ და არც მოვიდეს საერთოდ. აი ესეთი პატარა ბავშვური, პაჟური საქციელი გამოავლინოს აი ამ ყველაფრის შემდეგ შეიძლება უბრალოდ მესიჯით შემოიფარგლოს და აი მესიჯით გითხრათ, რომ აი კიდე შანსი მაქვს. თქვენ მეტყვით, რომ რის შანსი, კარგად რა უნდა საერთოდ და არ დამენახო მეორად, ან რა ვიცი, ვინ როგორც ეტყვით, მოკლედ და აი თქვენ შორის აი აბსოლუტურად ჩამოინგრევა ეს რაღაცა არაფრის მომცემი კოშკი და ის ერთი ციკლი საბოლოოდ დასრულდება და თქვენ იქნებით ძალიან კმაყოფილი, ძალიან სტაბილურ მდგომარეობაში. ხო, აი აქ რომ გითხარით, რომ მოდის თქვენ ცხოვრებაში სიყვარული შემოდის ისეთი, როგორცაც იმსახურებთ, მეგობრებო, ხო? აი აქ რადგან ორიანი ამოვიდა და ეს პიროვნება ეხაც რომ თქვი, ხო, შეიძლება აი ერთდროულად დაემთხოს, ანუ თქვენ ეს ძველი პიროვნება შეიძლება გამოჩნდეს ისეთ დროს, რომ თქვენ ცხოვრებაში უკვე იყოს ვიღაცა ის დადებითი პიროვნება და ცოტა ისეთი ის დაგემართოთ, აი გაურკვეველი და რაღაცა საკუთარ თავთან ბრძოლები ჩაგერთოთ, რომ აი აბა გონება ჩართე, შენ უკვე კარგად ხარ, სტაბილურად ხარ, არ გჭირდება ის პიროვნება და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ გაიმარჯვებთ საკუთარ თავზე და მასთან საბოლოოდ დაასრულებთ ყველაფერს. ძალიან მაგარი იყო, აი მე თვითონაც ისეთი ემოცია მივიღე, მეგობრებო. საოცარი გაშლა გამოვიდა, არ ვიცი. არ ვიცოდი რაზე გამეშალა და აი ტარომ თვითონ მაჩვენა ყველაფერი. აი უდიდეს წარმატებებს გისურვებთ, მეგობრებო. თქვენ ადამიანი, რომელიც საკუთარ ვნებებზე, მიჯაჭვულობებზე გაიმარჯვებთ, მას ვეღარავინ ვეღარ დაამარცხებს, იცოდეთ, უძლიერესი ხართ თქვენ და თქვენ შეგიძლიათ ისეთი ძალა გაქვთ შინაგანი, რომ გარშემო თქვენი საყვარელი ადამიანებიც კი გააძლიეროთ. წარმატებებს გისურვებთ და ბედნიერებას გისურვებთ ყველა საკითხში, პირად ცხოვრებაში განსაკუთრებით, რადგან ეს არის ჩვენი არავინ არ თქვას ახლა, რომ მე არავინ არ მჭირდება, აღარავინ აღარ მჭირდება, როგორც იძახიან ხოლმე ქალები, გულნადგენი ქალები. კაცებსაც აქვს სხვათა შორის ეგეთი რაღაცა, რომ აღარ მინდეს სერიოზული ურთიერთობა და დგანან და ერთობიან მერე ქალებთან მხოლოდ რაღაცა უაზრო ურთიერთობებით შემოიფარგლებიან, რაღაცა არაფრის მომცემი ურთიერთობებით შემოიფარგლებიან და იმის გამო, რომ ვიღაცა მოდეს ხაც გული ატკინა და მაგის ნერვი აღარ მაქვს და აღარ გავაგზავნე, აღარ მინდა საერთოდ ურთიერთობა, ესე იტყვიან. ეს არ არის, მეგობრებო, სიძლიერე. სიძლიერე არის ის, რომ თქვენს თავში იპოვით და გადაარჩენთ თქვენს სულს და თქვენს თავს გადაარჩენთ და იპოვით იმ ძალას, რომ საკუთარ თავს კიდევ მისცემთ იმის შანსს, რომ თქვენს ცხოვრებაში შემოუშვათ ნამდვილი სიყვარული. არ ვიცახი, რომ ისევ იგივე და არა, რა თქმა უნდა, ერთი და იგივე შეცდომები, რა თქმა უნდა, არ უნდა დაუშვათ, იმიტომ რომ ეს საკმაოდ რთულია მე ამ ყველაფრიდან გამოსვლა. მე ვიძახი იმას, რომ არა, მეგობრებო, არ გააკეთოთ ესე, რომ აღარ მინდა სიყვარული, არ მჭირდება სიყვარული. თავარია სწორედ გააკეთოთ, სწორი არჩევანი გააკეთოთ და დაინახოთ ის, ვისაც მართლა უყვარხართ და არა ის, რომ უბრალოდ მანიპულირებს თქვენზე, ცდილობს, რომ მიგაჯაჭოთ მასზე
და არაფერი სიკეთე არ მოაქვს თქვენთვის. არაფერს არ გიკეთებთ, მეგობრებო. და უბრალოდ ცდილობს, რომ დაგიმონოთ, ასე ვთქვათ და გაკეთებინებთ ის, რაც მას უნდა.